ზეთები კოსმეტოლოგიაში სასარგებლოა თუ მავნებელია? ერთი რაღაცა დავიმახსოვროთ. ძალიან ხშირად ვისაც აქვს მშრალი კანი, ცდილობს რომ ზეთების მეშვეობით დაიტენიანოს კანი და იძლება, რა თქმა უნდა, ზეთის წასმის შემდეგ კანი რბილდება და ადამიანს გონია რომ მან დაიტენიანა კანი. ერთი რაღაცა გაითვალისწინეთ. ზეთში არ არის არც 1 გრამი წყალი. არც 1 გრამი, იმიტომაც ის არის ზეთი. ამიტომაც რა ეფექტი აქვს ამას, ხო? სახეზე რომ ვისმენთ და რბილდება. ეფექტი არის ერთადერთი ის, რომ ზეთი ბეჭდავს კანს და ტენს, რომელიც არის თქვენს კანში, ბეჭდავს შიგნიდან, რომ ზემოთ არ ამოვიდეს. მაგრამ ამასაც აქვს თავისი უკუ მეორე მხარე. ამის შედეგად თქვენი კანი ვერ სუნთქავს სრულფასოვნად. ცხიმი, რომელიც უნდა ამოვიდეს ფორებიდან, უკვე ვეღარ ამოდის და გვიჩნდება რა? გამონაყარი. ამიტომაც მე არ გირჩევთ სუფთა სახით ზეთების გამოყენება სახის კანზე. გირჩევნიათ შეიძინოთ საშუალებები, სადაც ეს ზეთები შედის, მაგრამ მაგის გარდა კიდე სხვა საშუალებებიც არის, რომელიც ტენსაც მოგცემ და ზეთის ეფექტსაც დაგიტოვებ. გაითვალისწინეთ ეს რჩევები თქვენი არჩევანის დროს. აბა, საუკეთესო არჩევას გისურვებთ.